სახელმწიფო სერვისების საფასურის შემცირებისკენ მოუწოდებს მთავრობას ფრაქცია საქართველოსთვის. სოფიო ხორგუანის განცხადებით ფასი მინიმუმ 30%-ით ნაკლები უნდა იყოს. მისივე თქმით, სოციალური საჭიროების მქონე პირები სახელმწიფო ტარიფებისგან სრულად უნდა გათავისუფლდნენ. მმართველი გუნდი ამ ინიციატივას არ იზიარებს. მივმართავთ ქართული ოცნების მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს შეამციროს სახელმწიფო სერვისების საფასური მინიმუმ 30 ლარით და ყველას ვისაც აქვს სოციალური საჭიროება ეს ტარიფი ამ ტარიფისგან გაათავისუფლოს. ამით ნაწილობრივ და მყისიერად შეუმსუბუქებს მოქალაქეებს გაძვირებული ცხოვრების წნეხს. ამით შეიძლება მისცენ მაგალითი ბიზნესს, რას ნიშნავს სოციალური პასუხისგებლობის ტარება. მეტად დასერიოზულდნენ და მეტად გათვალონ ყველა ის წინადადება, რომელსაც პარლამენტზე საზოგადოებას მიაწვდიან, იმიტომ რომ ამ დასაბუთებულობაში ჩანს სერიოზულობაც და აქტუალობაც კონკრეტული საკითხებისა. სამწუხაროდ, ჯერ მათ მიერ მოწოდებული წინადადებები არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი დასაბუთებისგან. ის ტარიფები, რაც არის დაწესებული კონკრეტულ სერვისებზე, მას გააჩნია კონკრეტული დასაბუთება, კონკრეტული ღირებულება გამომდინარეობს შესაბამისი ანგარიშიდან, რომელიც გაითვლება და დაითვლება ასეთ დროს, ასე რომ სურვილები ერთია, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა.